მოგესალმებით. გამჩესწავლეთ ჩვენ მაგზელეთ პირკეოთის შესწავლას. ჩვენ გავჩერდით პირველი თავის მე-14 მიშნაზე. ბრძანებს მიშნა, რამოდენიმე მიშნა ერთად მოყვანილი ჰილელა ზაგენი ერთად ვთქვათ, რამოდენიმე მიშნას გვასწავლის და ერთ-ერთი არის ეგ. წინა მიშნებიც რომელიც ჩვენ გავიარეთ. აგზელს და ამბობს ჰილელა ზაგენი, ჰოია ომერ იმ ენანი ლი მილი თუ მე არ ვიქნები ჩემი თავისთვის, მაშინ ვინ იქნება ჩემი თავისთვის? ოხშანილე აცმი და თუ მარტო ჩემი თავისთვის ვიქნები და ჩემი თავზე ვიზრუნებ, მანი ვინო ამარ მაშინ საერთოდ მე. და იმლო ახშავი მოდაი და თუ ეხლა არ ვიზრუნებ და არ გადავდგავ, გარკვეულნი ბიჭებს რომელსაც გავივლეთ, ასე ვთქვათ, რა იგულისხმება, მაშინ როდის გავნა გავაკეთო? გვასწავლეს ჰილელაზაკენი ძალიან მნიშვნელოვანი მისნას, რომელსაც რაბებიც ხსნიან, რომ ეს ყოველდღე უნდა ახსოვდეს ადამიანს. ძალიან მნიშვნელოვანი მისნა, რომ ბრძანებს ჰილელაზაკენი, თუ მე არ ვიქნები ჩემი თავისთვის, მაშინ ვინ იქნება ჩემი თავისთვის? რას გვასწავლეს თორა რამოდენიმე რამეს. პირველ რიგში, რომ ადამიანმა უნდა მithumetes გემარა სანდენისას მოყავს რაბები ბრძანები, რომ იმ თაობაში რომელშიც ასე ვთქვათ, მას შეხინა მობრძანდეს და ბევრი რაბების ნათქვამით და ახსნით წესამეტყველების ასე ვთქვათ, შესრულებით უკვე ბევრი ნიშნებია, რომ ასე ვთქვათ, ეს თაობა არის მას შეხის ასე მობრძანების თაობა. ბრძანებს გემარა მანდაც, რომ ასე ვთქვათ, უნდა იყოს ადამიანი თავის თავზე, მარტო თავის თავზე უნდა იყოს დამოკიდებული. ანუ შველას არავისგან არ უნდა ელოდებოდეს. და ამას გვასწავლის ჰილელაზაკენიც, რომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ თუ მე არ ვიქნები ჩემი თავისთვის, მაგრამ მაშინ მაგ შემთხვევაში სხვაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული. მარტო შენ თავზე უნდა იყო დამოკიდებული. რას გვასწავლის თორა, რამოდენიმე ახსნა მოყავთ რაბებს მაგ სიტყვებზე, რომ ერთი არის ჩვენ ვახსენეთ, რომ უნდა იყოს ადამიანი დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ თავის თავზე. მეორე, რომ ადამიანს ხანდახან გვაქვს ისეთი შეგრძნება, რომ მე ბევრი ახლობელი მყავს, მე განთქმული ადამიანი ვარ, მე ბევრს ვიცნობ, ბევრი ამხარგი მყავს, ბევრი ძმაკაცები მყავს, ბევრი ნათესავები მყავს და ასე ვთქვათ, იმედი გვაქვს რაღაცისა და გვეხმარება. გვასწავლეს თორა, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და გემარებს გვასწავლეს სხვა ადგილებზე, მას ტრაქტატ სანედრინიდან, რომ არასოდეს ადამიანს არ ჰქონდეს არავის იმედი. რადგანაც თქვენ თორაში, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანს იმედები უსრულდება, რომ შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრი ახლობლები გვყავდეს, ბევრი ნათესავების ყველაფერი, მაგრამ ხანდახან ისეთი სიტუაცია დადგება, რომ გაჭირვების წინაშე დადგება ადამიანი და გვერდში ადამიანს არავინ არ აყავს. სიხარულში, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი მოვიდეს, ბევრი ჩვენთან ასე ვთქვათ, გაიზიარებს ჩვენ სიხარულს, მაგრამ ხანდახან თუ ადამიანს რამე უჭირს, რამე დახმარება სჭირდება, რა თქმა უნდა, რომ ასე ვთქვათ, შეიძლება ადამიანიც კი ვერ იპოვოს ადამიანმა. ამიტომ რა თქმა უნდა, თორაში რა ყოველთვის კონდეს ის გონებაში, რომ მე უნდა ვიყო ჩემი თავისთვის. არ კონდეს იმის იმედი, რომ მე ვიღაც დამეხმარება. და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის რომ ჩვენ როცა ჩვენსაც გავაკეთებთ, ჩვენ მაქსიმუმ შესაძლებლობას გავაკეთებთ, არ გქონდეს სხვისი დახმარების იმედი, რატო? რადგან ნათქვამია თორაში, რომ როცა ადამიანი არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე, სხვა ადამიანებს აწუხებს, სხვა ადამიანისგან სურს დახმარება და გვერდში დგომა, ეგეთ ადამიანის ასე ვთქვათ, გარკვეულ პერიოდში შეიძლება უკვე დადგეს იმის წინაშე, რომ ნაკლები ლოცვას გამჩენთან. რატო? იმიტომ რომ სხვების იმედი აქვს, სხვები დაეხმარებიან, სხვები ასე ვთქვათ, გვერდში ამოუდგებიან და იმდენად არ აქვს იმის შეგრძნება, რომ სინამდვილეში ყველაფერს გამჩენი გვიგზავნის. ამიტომ ეს ნათქვამია რა, რომ იყოს ადამიანი ყოველთვის თავის ყოველთვის შეეცადოს, თავისას ყველაფერი გააკეთოს და სხვაზე არ იყოს დამოკიდებული. და მეორე, კიდე მესამე ახსნა მოყავთ კიდე რაბებს, რომ შეიძლება თორის სწავლას და მიწების შესრულებას, ნათქვამია თორაში, რომ თუ ჩვენ არ შევეცადეთ, ყველა თითოეულ ადამიანზე ნათქვამი, თუ არ შევეცადეთ ჩვენ თავი წავწიოთ წინ, ჩვენ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, შევასრულოთ მიწები, ჩვენ დავუახლოვდეთ გამჩენს
და გადადგათ ასე ვთქვათ გამჩენისკენ ნაბიჯდეთ და უახლოვდეთ და შევასრულეთ მიცვები და ასე შემდეგ გვასწავლენ რაბებს რომ არ არის სხვა ვალდებული ჩვენს ნაცვლად გააკეთოს არავინ არ მოვა და ჩვენ არ გვეტყვის რომ წადი და მოდი ასე ვთქვათ რამე მიცვა შეასრულო და რაღაცა თქმა უნდა ჩვენ ისრაელშვილები ვართ ვეხმარებით ერთმანეთს და ეგრეც უნდა იყოს მაგრამ თქვენ პირველ რიგში ჩვენ ვინ და გვიბეძგოს შინაგანად ეს არის ჩვენი თავი რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ სხვა არ არის ვალდებული შეიძლება მოვიდეს რაღაცა და ვეხმაროთ მაგრამ ეს არ არის სისტემატიურად ამიტომ თქვენ თორაში რომ გაძლიერება და წინსვლას გქონდეთ ცხოვრებაშიც და ყველაფერში რა თქმა უნდა ადამიანზეა დამოკიდებული მეორე გვასწავლის თორა აგრძელებს ელაზგენ და ბრძანებს ოხშიანილი აცმი მაანი და თუ ადამიანი არის ეს უფრო მძიმე არის გარდა პირველი საფეხურის რაც მოყვანეთ ჩვენა და ასე ვთქვათ გაგრძელება უფრო ძნელია ნათქვამიერად ეს უფრო ასე ვთქვათ ისე თვისებაში გადადის ადამიანის თვისებაში და გვასწავლის მიშნა რომ არ უნდა იყოს ადამიანი მარტო თავისთვის რადგან თორაში უდიდესი მიცვას გვასწავლის თორა რომ ერთ-ერთი უდიდესი მიცვა რაც არის ამ დედამიწაზე ეს არის ხესედი რომ ჩვენ დავეხმაროთ ერთი მეორეს და გვერდში დაუდგეთ რაც შეგვიძლია რადგანაც მებერ მაგალითი მოყვანილი იგივე აბრამავილის მაგალითი მოყვანილი იგივე გემარას მოყავს რამოდენიმე მაგალითი რომ ჩვეულებრივი ისრაელიშვილი ერთი კაპიკიც რომ ისეს სხვა ადამიანს რადგანაც ეს მისი მაქსიმუმია მეტი არ გააჩნია ეს კაპიკიც გამჩენისაში ბევრს ნიშნავს ვიდრე სხვა აკეთებდეს შეიძლება ასე ვთქვათ ასობით დოლარით ეხმარებოდეს ხო რატომ იმდენ თქვამია მაქსიმალურზე რომ ჩვენ დავეხმაროთ ერთი მეორეს რაც შეგვიძლია რითაც შეგვიძლია არ აქვს მნიშვნელობა რა ცოტა შემიძლია თუ მეტი შემიძლია თავარია რა ჩვენ თავში ჩავიხედოთ და შევხედოთ რომ მე ეხლა რა არის ჩემი მაქსიმუმი ის დახმარება შემიძლია და ეს უნდა დავეხმაროთ ისრაელიშვილს და თუ არა ნათქვამია რომ რაც არგირ ადამიანი წარმატებული იყოს მეტი მიცვები გავაკეთოთ მეტი ასე ვთქვათ გამჩენთან ძალიან ახლოს ვიყოთ მაგრამ არ იხედებოდეს ასე ვთქვათ სხვა ადამიანის მიმართ რა უჭირს რა შეიძლება დახმარება და ასე შემდეგ გამჩენი ძახის რა მიშნა გვასწავლის რომ მიანი რაც გავაკეთე რაც მიაღწიე რა თვითონ არაფრად გამჩენი თუ არ ვიზრუნეთ სხვა ადამიანზე და მოყავთ რაბებს რომ ძალიან კაი ახსნა გემარაში რაბებს მოყავთ და ერთი ადამიანი მათ შორის დავიდ მელეხისაც არის მოყვანილი უბრალოდ ეს გემარაში არ წერია გემარაში სხვა ადამიანზე წერია მაგრამ დასვა ერთმა დიდმა რაბიმ შეკითხვა და თითქოს ასე ვთქვათ პასუხი მიიღო გამჩენისგან რომ დასვა შეკითხვა რომ ასე ვთქვათ განიხილავდა ყველა ადამიანის ორგანოებს რომ ასე ვთქვათ თვალი რისთვის აგვაქვს ხედვა ასე ვთქვათ ლაპარაკის უნარი ხელი ყველაფერს განიხილავდა და ნათქვამია რომ ერთ-ერთი მიცვა არის ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი შულხანაჰურში წერია რომ ნათქვამია რატო არის მიცვა თუ რა თქმა უნდა ადამიანის ცაცია არ არის და ყველაფერს აკეთებს მარცხენა ხელით წერეთ თორაში რომ ყველა მიცვა უნდა შევასრულოთ მარჯვენა ხელით ხო რამეს მივერთმევთ ამაზე ბერახას ვამბობთ მარჯვენა ხელში უნდა ავიღოთ რამე ცედაკაც გავცემთ მარჯვენა ხელით უნდა გავიცეთ და ანუ ასე ვთქვათ როცოში შევდივართ პირველი მარჯვენა ფეხინა შევდგათ რატო ეს მარჯვენა რატო ყველაფერში მარჯვენა რადგანაც თორა ხსნის რა რომ ადამიანის მხარე ანუ მარჯვენა მხარე ყველაფერში ძლიერია უფრო შედარებით ამიტომ სიძლიერით უფრო ასე ვთქვათ შემართებით უნდა გავაკეთოთ ნებისმიერ მიცვა და სვანარაბების შეკითხვა მაგარაფს მოყავს შეკითხვა რომ მაშინ რატომ არ არის გული ადამიანის გული მარჯვნივ ხო გულით უნდა შევასრულო მიცვები რომ მონდომებით და ასე შემდეგ შევასრულო უნდა იყოს გული მარჯვენა მხარეს რატომ მარცხენა მხარეს და გემარას მოყავს და ხსნის რომ დავით მელეხის წერია უბრალოდ აღარ მახსოვს რა ადგილზე წერია რომ პასუხი არის გემარაში რომ მარცხენა მხარეს იმიტომ გული რომ სხვის მარჯვენა მხარეს შეხედოს რომ მის ხელს შეხედოს მის ასე ვთქვათ სიტუაციას ასე ვთქვათ მდგომარეობას შეხედოს რა მდგომარეობაშია გვერდზე მყოფი ადამიანი გული უყურებს იმ ადამიანს
რითაც შემიძლია დავეხმარო. გაიხედ გამოიხედე ადამიანმა, როგორც მოყვანილია მიდრაშის და შულხან-არუშის წერია, რომ პირველში ჯერ ცდილობთ ნათესავებში დავეხმაროთ ხალხს, თუ ბარუხაში არავის არ სჭირდება დახმარება, მაშინ მეზობლები, ჩვენი ქალაქში რაც ვიმყოფებით და ასე შემდეგ ეძებოთ ადამიანმა, ყოველთვის გაჭირვებული ადამიანი, თუ რიშიც შეგვიძლია დავეხმაროთ სხვა ადამიანს. და მაგიტომ არის ესეთ რომ ახსნა არის რომ გული უნდა იყოს მარცხენა მხარეს, რომ სხვის მარჯვენა მხარე დაინახოს. და ეს არის ესეთ რომ ვასწავლეს ილენა ზაგინეს, თუ მე არ გავაკეთებ, არ შევეცდები სხვა ადამიანისთვის, მაშინ ჩემი გადადგმული ნებისმიერი კაინაბიჯი, არ ფასდება. რადგანაც გამჩიმო თქვა რა, მიაღწიე რაღაც დონეს, რაღაცის საშუალება იზრუნე ეგრევე სხვა ადამიანზე. არ დაიტოვო შენში არც თორის ცოდნა, არც ფინანსური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა რაღაც შეგიძლია ზოგს, ასე ვთქვათ, პურის ფულის არ აქვს, შეიძლება ნებისმიერ ადამიანი გაჭირვებულია, 1000 რაღაცა შეიძლება იყოს და გვერდში დაუდგეთ და ასე ვთქვათ, მიცვაში ვასრულოთ. და ამთავრეს მიშნა და ბრძანებს შემდეგ სიტყვებს, ვიმლო ახშავ იმათაი. და ასე ვთქვათ, ფუნდამენტალური ასე ვთქვათ სიტყვებია მიშნის ილენა ზაგინი ბრძანებს, რომ თუ ეხლა არ შევასრულებ ამ ასთვის ნებისმიერ საკითხზე ლაპარაკი, მაშინ როდისღა. არის ორი ახსნა, რომელიმე ახსნა მოყავს არაბებს, მაგრამ ორი ახსნა მოვიყვანოთ. ერთ-ერთი არის რა, როგორც ჩვენ ვახსენეთ, ნებისმიერი საკითხი არ ვიღოთ ცხოვრებაში, ადამიანმა ხვალინდელი დღეზე არ უნდა გადადოს, რადგანაც ხვალე ასე ვთქვათ, შეიძლება ხელი შეეშალოს, დღეს თუ გაქვს საშუალება რაღაცა გავაკეთოთ, მივახციოთ რამეს ცხოვრებაში, დღეს და არა ხვალე. და ასევე ნათქვამი არის როგორც გემარას ბრძანებს, თუ რამე მიცვა, ასე ვთქვათ, ჩაგვივარდა ხელში და გვაქვს საშუალება შევასრულოთ მიცვა, არ დახმიცენა. ანუ ასე ვთქვათ, არ ამჟავდეს, როგორც ნათქვამი რომ ღვინოზე შეიძლება ადამიანს ასე ვთქვათ, პატარა დროც კი ასე ვთქვათ, მოქმედებდეს და ბევრი განვლენა მოახდინოს და შეიძლება ასე ვთქვათ, ზმრად გადაიქცეს ღვინო, მაგაზე მოყვანილი რომ ასე ვთქვათ, არ გადაიქცეს შენი მიცვებიცო, ზმრად არამედ ღვინო იყო და ასე ვთქვათ, კარგი იყო და ხარისხიანი ყოფილიყო და შეიძლება მერე შევასრულოთ, მაგრამ მერე შესრულებული უკვე ის ხარისხით აღარ იქნება. ეს არის ყველაფერზე ნათქვამი თორის სწავლაზე, რომ არ გადავდოთ თუ დღეს გვაქვს საშუალება დღეს ვისწავლოთ ორაბი ზათაშენ, დღეს გავაკეთოთ, დღეს შევასრულოთ მიცვა, დღეს გავაკეთოთ ხესები და არა ხვალე და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა იცოდეს და გვასწავლის თორა, რომ კაია ყოველთვის გავაკეთოთ დროულად, იმ მომენტში როგორც ხელში ჩაგვივარდება რაღაცა, კაი დადებითი გავაკეთოთ ამ დედამიწაზე, გავაკეთოთ ეგრევე. მოყავს რაბებს მეორე ახსნა, ეს ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს ეს ახსნა იმით, რომ ასე ვთქვათ, ადამიანის სტრესი ან რაღაც გამოიწვიოს და ცუდი გავლენა მოახდინოს, არამედ გვასწავლეს ილენა ზაგინი, რომ არავინ არ იცით ხვალე რა დღე დაგვიდგება. ვიქნებით ასე ვთქვათ, ადამიანი იქნება ცოცხალი თუ არ იქნება ცოცხალი, გამჩნდება 100 წელი გვასწავლის ყველა ის აიშვილი. იქნება ჯანმრთელი თუ არ იქნება ჯანმრთელი, 5 წუთში არავინ არ იცის რა მოხდება, მით უმეტეს ხვალე და ზეგ. ამიტომ არის ნათქვამი რა, არავინ არ იცით ხვალინდელი დღე. ყველაფერი გამჩენის ხელშია. რა იქნება, როგორ იქნება დღეს შეგვიძლია, ხვალე შეიძლება 5 იმდენი შევძლოთ, მაგრამ არავინ არ იცით შეიძლება ხვალე იმის ნახევარწრიული შევძლოთ, რაც დღეს შეგვეძლო. ამიტომ არის ნათქვამი რა, ყველაფერზე ისურვებს ადამიანმა დღეს, არა ხვალე, არა 1 საათში, არამედ არა 5 წუთში, დღეს. როგორც ნათქვამია, დიდი რაბი ბრძანდებოდა, რავიცხაკ ზილბერი, ამჩნევა ნათქვამის ყოფას მის ნაშემა. ერთი ადამიანი შევიდა მის გაკვეთილზე და უცბად ეგრევე გამობრუნდა და ასე ვთქვათ, არ მოეწონა დაინახა ადამიანის შუა გაკვეთილში იყო, დაინახა რაღაც შემოვიდა და გაბრუნდა და ისე გავიდა. მეორე დღეს შეხვდა ქუჩაში და უთხრა რომ ხომშვიდობა არის რა ასე ვთქვათ, შემოხვედიო და გინახია რომ შემოხვედი გაკვეთილზეო და უცბად გაბრუნდიო და წახვედიო. და უთხრა ადამიანმა რა რომ ასე ვთქვათ, რაღაც გამახსენდა, უნდა გამეკეთებინაო და ასე ვთქვათ, ჩემ თავს უთხარი რომ თორას უნდა დავისწავლიო. ხვალე ასე ვთქვათ, საღამოს ხვალე მეორე დღეს, მესამე დღეს როცა შევძლო მაშინ ვისწავლიო. და უთხრა რა, არის ხაგზილბერმა რომ არავინ არ იცის, ასე ვთქვათ, ხვალე იქნებოდა საშუალება თუ არაო და ის მომენტი გამოიყენეო,
ამ ისრაელის ერს ის წუთი რაც დაგამოდლენ გამჩემაო ის წუთი სჭირდება იმ წუთს სჭირდება ვთქვათ შენ თორის სწავლა და შენი მიცობის შესრულებაო და არა ხვალე და ზეიქ და მაგალითი მოუყანა როგორც ასე ვთქვათ ადამიანსო სუნთქვა რომ უჭირდესო და უთხრაო რომ ცოტა ხანში მოვა და დაგეხმარებიო არა ჩვენ თორის ნებისმიერი მიცვის შესრულებით ასე ვთქვათ ბერახა ჩამოყავს ამ დედამიწაზე შეიძლება ამ ჩვენ თორის სწავლით სხვა ქვეყანაში ან ჩვენვე ქალაქში ვიღაცა ცუდად იყოს და ამ თორიზე ხუთით მადლით ასაც ჩვენ თორას სწავლობ და მიცვებს ვასრულებთ გამჩემა ის ადამიანი შეიძლება გადაარჩინოს და ის გასაჭირიდან დაიხსნას ამიტომ ადამიანმა ესე უნდა ასე ვთქვათ ფიქრობდეთ რომ თუ რამე ეხა გამაჩნია დღეს მაგ საშუალება გამჩენის სწავლებით დღეს გავაკეთო და არა ხვალე არა 5 წუთში და ასე შემდეგ გამჩენა დაგომადლიანოს ბერ მიცვებზე ბერ თორის სწავლაზე ერთმანეთს ასე ვთქვათ გაუზიაროთ თორის სწავლა თუ საშუალება გაქვთ ერთმანეთს დავეხმაროთ თორის სწავლაში და გულში დაუდგეთ არა მარტო თორის სწავლაში ხესედი გავაკეთოთ და თუ ასე ვთქვათ ადამიანს არ აქვს საშუალება თორა ასწავლოს ერთმანეთს დავაკვალიანოთ გავუშვით იმ ადგილსაც ჩვენ ქალაქში ჩვენ ქვეყანაში ასე ვთქვათ სადაც სალოცავიან თორის სასწავლებელია მიდრაშია რომ თორაზე დამადლიანდეს თორა ვისწავლოთ თორაში გავძლიარდეთ და გამჩემა ყველაფერს სიკეთეზე დაგვამადლიანოს დროებით